მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს, სოლიდარობა მზია ამაღლებებს და ყველა სინდისის პატიმარს. ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსი წირვას ღიაცის ქვეშ აღავლეს, მას შემდეგ რაც იგი ბუზმარეთში არ შეუშვეს. ინფორმაციას და ფოტოს კათოლიკ ჯი ავრცელებს. კათოლიკე სასულიერო პირები და მრევლი ამაღლების დღესასწაულის აღსანიშნად ბუზმარეთის ეკლესიაში მიდიოდნენ, თუმცა დანიშნულების ადგილამდე პოლიციამ არ მიუშვა. როგორც მედია პლატფორმა წერს, ეკლესიაში მართლმადიდებელი სასულიერო პირები ატარებდნენ წირვას და კათოლიკე მრევლის არ დაშვებას შესაძლო კონფლიქტის თავიდან აცილების გამო გადაწყვიტეს. ამავე წყაროს ცნობით, მოგვიანებით პოლიციამ მრევლს სასაზღვრო ზოლში შესვლის უფლება მისცა, თუმცა ეკლესიამდე არა, ამიტომაც მრევლმა წირვა ღიაცის ქვეშ აღავლინა. ბოლო რამდენიმე წელია კათოლიკე მრევლი ამაღლების წირვას ბუზმარეთის ეკლესიის ეზოში ან მიმდებარედ ღიაცის ქვეშ აღავლეს. როგორც კათოლიკე მღვდელი ბექა ჩილინგარაშვილი გვეუბნება, დღეს მართლმადიდებელ მრევლთა შორის იყო ადიგენის მერი გოჩა ქიმაძეც. ჩვენ გოჩა ქიმაძესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ჩვენ ასევე გვინდოდა დავკავშირებოდით მეუფე თეოდორე ჭუაძეს, თუმცა ჩვენს ზარებს არც ის პასუხობს. ბუზმარეთის ეკლესია თურქეთ საქართველოს საზღვართან მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტაძარი მართლმადიდებლურ კონფესიას ეკუთვნის, კათოლიკეები ამბობენ, რომ ეს ეკლესია სადავოა და ისტორიულად იგი კათოლიკეებს ეკუთვნის. მე ვდგავარ საზღვრის პირას, ჩვენ უკვე წმინდა წირვა აღვავლინეთ საზღვრის პირად და სადამდეც მოგვცეს შესაძლებლობა, რომ მისულიყავით კათოლიკე სასულიერო პირები იქ აღვავლინეთ. ჩვენთან ერთად იმყოფება ჩვენი ეპისკოპოსი მეუფე ჯუზეპე პაზოტო და მან გადაწყვიტა და სამრევლოს წინამძღვარ მამა დარიუშმა გადაწყვიტეს, რომ აქ ჩატარდეს წმინდა წირვა ღობესთან, სადაც არის საზღვარი. ჯერ კიდევ ველოდებით, როდის გამობრძანდებიან მართლმადიდებელი სასულიერო პირები, რომ ჩვენ მოგვეწეს შესაძლებლობა მივიდა და ტაძარი მოვილოცოთ. დავხვდები რომ 3 საათზე, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის სპეციალურად გაწელავს და 6 საათამდე კი აქ მაყურყუტებს, მაგრამ ჩვენ სასულიერო პირები ვართ მზად, რომ დავდგეთ ბოლომდე და დღეს ეს ტერიტორია მოვილოცოთ, იმიტომაც რომ ეს არის ჩვენი. მე ტელეფონზე ვესაუბრე პირველ რიგში რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელს, ბატონ ელვარდს. ტელეფონზე ვესაუბრე ჯერ კიდევ 2-3 კვირის უკან და მან თქვა, რომ კი მოვალა მე თქვენთან ვიქნები, მაგრამ როგორც შარშან ასევე წერს, ის აიპარა ჩუმად, ჩვენ არც დაგველოდა, აიპარა და ღობის შიგნიდან იმალება, რომელიც საერთოდ არ სურს ჩვენთან ურთიერთობა. ასევე ჩემი ინფორმაციით არის ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბატონი გოჩა ქიმაძეც, ბატონი მერი ადიგენისა, მაგრამ ეს მითხრეს ხალხმა მითხრა, რომლებიც იყვნენ ზემოთ ასულები და ნახეს, იმიტომაც რომ მე არ მიშვემე და არ მაქვს მაგის შესაძლებლობა. ჯერჯერობით ისინი აქ არ გამოჩენილან, მე შემოსასვლელში ვდგავარ, ალბათ ახლა ისინი კეიფობენ, როდესაც კეიფს დაასრულებენ და ინებებენ ჩამობრძანებას ქვემოთ, მე ღობესთან დავხვდები, მივესალმები და მადლობას მოუხდი, რომ არის ძალიან კარგი მართველი ჩვენს რეგიონში, რომ ყველა ადამიანს ძალიან დიდ პატივს სცემს, რომ ნახევარი ხალხი გარეთ დგას და ამ სიცხეში არიან გამოფენილები, მაგრამ თვითონ ლამაზად იქ მთლიანი თვითმმართველობა, ლამაზად იქ არიან შეკრებილები, წირვას დაესწრნენ. 25 წლის მარია სარქისიანის ისტორია, რომელიც 27 წლიან საოჯახო ბიზნესს 4 წელია სათავეში უდგას. ეს 25 წლის მარია სარქისიანია, რომელიც 27 წლიან საოჯახო ბიზნესს 4 წელია სათავეში უდგას. ეს გახლავთ ახალციხეში მდებარე საცხობი მესხეთის ოჯახი, სადაც ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში ხდება რამდენიმე სახეობის პურის, ხაჭაპურების, ლობიანების და სხვა პროდუქციის ცხობა რეალიზაცია. მარია სარქისიანის ოჯახური ბიზნესის გაფართოებაში, საწარმოს სოფელ სხვილისიდან ახალციხეში გადმოტანაში და წარმოების განვითარებაში უდიდესი წვლილი ევროკავშირს მიუძღვის, რადგან 25 წლის მეწარმეულ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში 57,000 ლარიანი გრანტი მიიღო. მას თავისი 50%-იანი მონაწილეობაც დაუმატა და შეიძინა საცხობი ღუმელი, ურიკალითონის თარო, ცომის საჭრელი და დამაგუნდავებელი დანადგარები, საცერი, პურის დამჭრელ შემფუთავი დანადგარი, გენერატორი,
ლითონის საბრტყელებელი, კლიმატ კონტროლის აპარატი და 46 ცალი ლითონის ტაფა, რაც წარმოების გაზრდაში დაეხმარა. ადრე ჩვენ ვმუშაობდით მარტო ხელით. ცომის დაჭრა, ცომის დაგუნდავება, ყველაფერი ხდებოდა ფორმის მიცემა, ყველაფერი ხდებოდა ხელით. და თანამშრომლები უჭირდათ ეს ყველაფრის გაკეთებას. ეხლა ყველაფერი ევროკავშირის დახმარებით შევიძინეთ ეს ყველადანადგარი, ცომსაზელი, ცომსაჭრელი, საგუნდავებელი, ეგენი ვიყიდეთ და ეხლა ჩვენს თანამშრომლებისთვის უფრო ადვილია, უფრო მეტი სწყობაც შეგვიძლია. თავდაპირველად სარქისიანების ოჯახი პურს ახალციხის სოფელ სხვილის შეაწარმოებდა. მას შემდეგ, რაც საცხობი ახალციხეში გახსნეს, წარმოება გაიზარდა. პურის გარდა დაიწყეს რამდენიმე სახეობის ხაჭაპურის, ლობიანის და სხვა ქართული თუ სომხური ტრადიციული ნაწარმის, ტორტების, ნამცხრების და სხვა ტკბილეულის წარმოებაც. ბიზნესი დაწყებული იყო მარტო პურზე, პურის წარმოება იყო და ეს პურის წარმოება იყო სოფელ სხვილისში. და აი წლების იმაზე ვიფიქრეთ, რომ გავფართოვდეთ და ქალაქში გადავიდეთ. და ევროკავშირი დაგვეხმარა ამ ჩვენი იდეას და ქალაქში გადახვედის მერე აქ დავიწყეთ სხვადასხვა რაღაცეების საწყობაც. ხაჭაპურების სწრაფი კვებაც, ბულკები, ფუნთუშები, ტორტები, ყველაფერი ეტაპობრივად დავიწყეთ. გარდა ამისა, მარია სარქისიანი გვეუბნება, რომ თავდაპირველად თუ საცხობში ორი თანამშრომელი ჰყავდათ დასაქმებული. მას შემდეგ, რაც ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს, თანამშრომელთა რაოდენობა 15-მდე გაზარდეს. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დასაქმების პრობლემის გამო სამუშაოდ საზღვარგარეთ, სეზონურად დადიოდნენ. ყველა ადამიანი არის ადგილობრივი ჩვენი ადამიანები, თანამშრომლები, ზოგიერთმა არის, რომ ადრე მიდიოდა საზღვარგარეთ მუშაობისთვის. ეხლა რახან სამუშაო ადგილი გაჩნდა, უკვე აქ არის და აქ მუშაობს, თავის ოჯახთან ცხოვრობს და აქ მუშაობს. ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის ფარგლებში. სამცხე-ჯავახეთში 36 და ქვემო ქართლში 33 მცირე და საშუალო ბიზნესი დაფინანსდა. გრანტის ყველაზე მცირე ოდენობა 2600 ლარი იყო, ხოლო ყველაზე დიდი 171.000 ლარი. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა მესხური ფურნე, ვიზიტორების, გამასპინძლების და მასტერკლასების შესაძლებლობით, ასევე საკონდიტროები, პურის საცხობები, წისქვილი, სამკერვალოები, სილამაზის, ესთეტიკის ცენტრები და სხვა. მეტად დეტალური ინფორმაციისთვის ეწევთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს Talk to Regions. გმადლობთ რომ გვიყურებთ. დროებით.